ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონ-პროექტი, რომელიც საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონ-პროექტის მიზანია ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის. კანონ-პროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანასპონსორი კი კონგრესმენი სტივ კოენი. თუ არის კონკრეტული ადამიანები ჩართული ჩინეთთან რაიმე ტიპის ისეთ საქმიანობაში, რომელიც არის დამაზიანებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ცხადია ვერ გაიქცევენ პასუხისმგებლობა. უილსონი იქნება თუ სხვა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ესეთი კანონ-პროექტი, რომელიც საქართველოს ეხება, პირდაპირ თუ ირიბად და ეს ამ შემთხვევაში როგორც ვიცი საქართველოს ეხება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და ამის ყურადღებით უნდა გავეცნოთ, მაგრამ ხა რამდენად შეიძლება განსაკუთრებული მოლოდინები გქონდეს. ამას ჯერ ვერ ვიპასუხებ, ჯერ თავად კანონ-პროექტის შინაარსს უნდა გავეცნო. ახალი სიზმარი ნახა ეთყობა ჯო უილსონმა, ის წინა სიზმარში არსებული მოცემულობა ჩავარდა და ეს ეგრეთ წოდებული მეგობრობის აქტი გადაახიეს თავზე. ეხლა მეორე სიზმარი ნახა და ეხლა ცდილობს კიდე რაღაცა ტყუილებით საქართველოს დააზიანოს. ნუ ჯო უილსონის სიზმრების არავის არ არჯერა. საქართველოში ახალდაც არჯეროდა, თუ კი ამერიკაშიც არჯერად. ამიტომ ეხლა რა ბედიც მეგობრობის აქტს ეწია, იგივე ბედიღბალი ექნება აი ამ კვლავ რაღაცა ილუზორულ სიზმრებსა და სისულელეებს.